მოგესალმებით მეგობრებო, მინდა რამდენიმე საკითხს შევეხო, ინფორმაცია მივაწოდოთ დედაქალაქის მოსახლეობას, შემდეგ უკვე გადავიდეთ დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვაზე, გადაწყვეტილებების მიღებაზე. საკადრო გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია. დღეს მთავრობის სხდომას ესწრება აც უკვე ყოფილი ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე. ირაკლის მინდა მადლობა გადაუხადო გაწეული სამსახურისთვის, შრომისთვის, ჩვენ 2017 წლიდან ერთად მოვდივართ, ერთად დავიწყეთ მუშაობა მუნიციპალიტეტის საკითხებზე, თემებზე, ერთად ჩავატარეთ საარჩევნო კამპანია, მანამდე, როდესაც ენერგეტიკის მინისტრი გახდით, ირაკლი ჩემთან მუშაობდა სამინისტროში. ბევრი კარგი პროექტი გვაქვს განხორციელებული ერთად, როგორც ენერგეტიკის მიმართულებით, ასევე დედაქალაქში. მინდა მას ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო გაწეული შრომისთვის, საქმიანობისთვის, ის შორს არ მიდის. ჩვენს მეგობარ უწყებაში გადავიდა იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე. იუსტიციის სამინისტროსთან ჩვენ ძალიან კარგი თანამშრომლობა გვაქვს. ქალაქისთვის საჭირო და მნიშვნელოვან ერთობლივ პროექტს ვახორციელებს სისტემური რეგისტრაციების მხედველობაში. ირაკლი პროფესიით იურისტია. მან მართლა ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა მუნიციპალიტეტში და დარწმუნებული ვარ იუსტიციაშიც ის თავის შესაძლებლობებს გამოავლენს და ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ აღნიშნული სამინისტრო იყოს წარმატებული. მას მინდა გულწრფელად მადლობა გადაუხადო გაწეული შრომისთვის, საქმიანობისთვის და უსურვო წარმატებები. მადლობა ირაკლი. ვიცე-მერის პოსტზე მინდა წარმოგიდგინოთ ადამიანი, რომელსაც დიდი წარდგენა არ სჭირდება. ის ჩვენი გუნდის ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერია, წლებია ჩართულია ყველა იმ საქმიანობაში, ყველა იმ პროცესში, რასაც ქალაქის განვითარება, ქალაქის აღშენებლობა ქვია. გიორგი თხემალაძე მინდა წარმოგიდგინოთ. გიორგი 2 მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარე გახლავთ. რა ვიცი, ყველა პროექტი, რაც ხორციელდება და რაც გაკეთდა დედაქალაქში, რა თქმა უნდა, საკრებულოს და უშუალოდ გიორგის მონაწილეობით განხორციელდა და დარწმუნებული ვარ მისი კვალიფიკაცია, მისი ჩართულობა, რა თქმა უნდა, დაგვეხმარება და გავაგრძელებთ იმ წამოწყებულ მნიშვნელოვან საქმეებს, პროექტებს. მინდა გიორგის წარმატებები უსურვო ამ მნიშვნელოვან თანამდებობაზე და საკმაოდ ამბიციური გეგმები გვაქვს, მეგობრებო. საკმაოდ მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას გეგმავთ მომდევნო წლებისთვის, ჩვენი ქალაქისთვის, რომელსაც რა თქმა უნდა ეტაპობრივად მივაწვდით საზოგადოებას ინფორმაციას. გიორგიმ ძალიან კარგად იცის თვითმმართველობას, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩვენ ბევრი კარგი საქმე გავაკეთეთ 2017 წლიდან მოყოლებული, თუმცა ცხადია, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში არსებობს გამოწვევები, არსებობს პრობლემები და რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ღირსეული პასუხი იყოს ჩვენი მხრიდან აღნიშნულ პრობლემებზე, გამოწვევებზე და ამ ყველაფერში გიორგი ძალიან დაგვეხმარება და მისი როლიც იქნება, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი. წარმატებებს გისურვებთ და ერთად, რა თქმა უნდა, ყველანი მზად ვართ ვემსახუროთ დედაქალაქს, თბილისის მოსახლეობას. მინდა ერთ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია. დასრულდა დედაქალაქის სატრანსპორტო სისტემისთვის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი. მე დილით მქონდა პრეზენტაცია ვაკის რაიონში უნივერსიტეტის ქუჩისა და პეტრე ქავთარაძის ქუჩების დამაკავშირებელი გვირაბის სამუშაოები დავასრულეთ. ახალი გვირაბი იწყება უნივერსიტეტის ქუჩაზე არსებული სახელმწიფო უნივერსიტეტის ეგრეთ წოდებული მაღლივი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიიდან შავიშვილის ქუჩის გავლით პეტრე ქავთარაძის ქუჩას უკავშირდება. გვირაბში გათვალისწინებულია ავტოსანტრანსპორტო ორმხრივი მოძრაობა, თითო ზოლი ორივე მიმართულებით. პროექტის ფარგლებში მოეწყო მისასვლელი და გამოსასვლელი პანდუსები, ტროტუარი, სანიაღვრე სისტემა, დამონტაჟდა ახალი განათებები,
ასევე შავიშვილის ქუჩას ჩაუტარდა რეაბილიტაცია, პირველი რაც გაკეთდა ეს იყო მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგება. იცით რომ ეს პროექტი ორი ეტაპისგან შედგებოდა. პირველი ეტაპის სამუშაოები ჩვენ რამდენიმე თვის წინ დავასრულეთ, როდესაც ახალი ხიდი ბაგების უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი ხიდის სამუშაოები დავამთავრეთ. დღეს ხიდი აქტიურად გამოიყენება და ძალიან დიდი პოპულარობითაც სარგებლობს და მაშინვე დავაანონსეთ აღნიშნული გვირაბის სამუშაოები. დღეს უკვე სამუშაოები მთლიანად დამთავრებულია. მოძრაობა თავისუფლად არის შესაძლებელი. ერთადერთი რაც გვაქვს დარჩენილი ეს არის გვირაბის ზემოთ არსებული სივრცის მოწესრიგება, ახალი გზის მიყვანა მაღლივ კორპუსამდე და გამწვანების სამუშაოების ჩატარება. აღნიშნული პროექტი ხელშეუწყობს დედაქალაქის სატრანსპორტო ქსელის განვითარების დინამიკას და მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს გადაადგილების ხარისხს, როგორც კერძო ავტოსატრანსპორტო, ისე ქვეითად მოსიარულე პირებისათვის. ვაკის, საბურთალოსა და ბაგების მიმართულების დაკავშირება თანამედროვე ინფრასტრუქტურული გვირაბით და შესაბამისი განახლებული ქუჩით მნიშვნელოვნად შეამცირებს გადაადგილების დროს, ასევე მოგცემს შესაძლებლობას, რომ მოვახდინოთ ნაკადების გადანაწილება. ასევე, რადგან ამ პროექტზე ვსაუბრობ, კიდევ ერთხელ მე წინა მთავრობაზე ვისაუბრე, თუმცა კიდევ ერთხელ მინდა დავაანონსო ჭოლოხაშვილის ქუჩისა და ვაკის სასაფლაო მიმდებარე ტერიტორიის ქუჩის სრული რეაბილიტაცია, განახლების დაწყება, როდესაც ვიწყებთ სამუშაოებით. ზეგრამე უკვე ჩაიკეტება, ხო, დღესღამე ჩაიკეტება უკვე მოძრაობა და დავიწყებთ უშუალოდ სამუშაოების განხორციელებას. აქაც რა თქმა უნდა პირველი ეს არის მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგება, საკმაოდ მძიმე მდგომარეობა გვაქვს, ჩატარდება გამწვანებით სამუშაოები, ვაკის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიის სავალი გზის ნაწილის გაფართოვება მოხდება მაქსიმალურად რაც შესაძლებელია და ყველანაირად გამართული ინფრასტრუქტურა გვექნება, ახალი ხემსცენარეები დაირღვება, გამწვანებით შესაბამისი სამუშაოები ჩატარდება, ელექტროგადამცემი ხაზები ცხადია მიწის ქვემოთ კაბელ-არხებში იქნება განთავსებული, ახალი ბოძები განთავსდება, ახალი საგზაო ინფრასტრუქტურა მოეწყობა და დაახლოებით 4 თვე დაჭირდება სამუშაოების ჩატარებას. ეტაპობრივად, რა თქმა უნდა, საზოგადოებას მივაწვით ინფორმაციას აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით. როგორც მოგეხსენებათ, წინა ხელისუფლების დროს გასხვისებული იყო იპოდრომის ყოფილი ტერიტორიის მიმდებარედ არსებული საჩოქბურთო კორტები, სადაც საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა უნდა განხორციელებულიყო. მოსახლეობის თხოვნით და ჩვენი ჩართულობით მოხდა აღნიშნული ტერიტორიის დაბრუნება მუნიციპალიტეტისთვის, ადგილმონაცვლეობა მოვახდინეთ, რომლის შემდეგაც გამოვაცხადეთ აუქციონი და აღნიშნული მიწის ნაკვეთი, მასზე სპორტული კომპლექსის მოწყობის მიზნით გამკარგეთ. ის არის დღეს კერძო საკუთრებაში. თუმცა ცხადია, მას აქვს ვალდებულება, რომელიც მოიცავს კონკრეტული პროექტის განხორციელებას. უნდა გაკეთდეს და კეთდება სპორტული კომპლექსი, რომელიც შედგება 3 საჩოქბურთე კორტის მშენებლობისგან, ტერიტორიაზე მოეწყობა ასევე დიდი საცურაო აუზი, ფიტნეს დარბაზი, სპორტულ გამაჯასახებელი დანიშნულებისა და სპორტულ კომპლექსთან დაკავშირებული სივრცეები. კომპანიის მიერ უკვე განხორციელებულია რამდენიმე მილიონიანი ინვესტიცია, დაახლოებით 5 მილიონზე მეტი ლარის ინვესტიცია. აღნიშნულ ობიექტზე სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობისას დაირღვა უსაფრთხოების ნორმები, ეს რამდენიმე კვირის წინ. კერძოდ სართულშუა გადახურვის კონსტრუქციების მშენებლობისას ნაწილობრივ ჩამოიშალა საქარგილე მასალა. თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ, რა თქმა უნდა, ყისიერად მოახდინა რეაგირება და კონკრეტული სუბიექტი დაჯარიმდა 30,000 ლარით მშენებლობის პროცესში უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო. ჩვენი რეაგირების გარდა თავად კომპანიის მხრიდანაც გადაიდგა შესაბამისად დაუყოვნებლივ ნაბიჯები, რაც აუცილებელი იყო და ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მშენებლობის პროცესი ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდეს შეფერხებების გარეშე. კომპანიას კანონით გათვალისწინებული ვალდებულების შესაბამისად ჰყავს აგრედიტირებული ტექნიკური ზედამხედველი, რომელიც ადგილზე აკონტროლებს მშენებლობების ეტაპს,
მის მიმდინარეობას, ხარიცხს და შესაბამისობაში მოხავს მოქმედ კანონმდებლობასთან. აღსანიშნავია ისიც, რომ ობიექტის პირველადი შეფასებითა და წარმოდგენილი დასმით მზიდი კონსტრუქციების მდგრადობა უზრუნველყოფილია და საქარგილე მასალის ჩამოშლას გავლენა არ მოუხდენია მშენებლობის და შენობის მდგრადობაზე. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ყველაფერი გამოსწორებული იქნება კომპანიის მიერ და სამუშაოები გაგრძელდება ისე, რომ დასრულების ვადის გადაწევა არ მოგვიწევს და პრობლემა არ შეექმნას კონკრეტულ ობიექტს. მთლიანად სამუშაოების დამთავრება და ექსპლუატაციაში მიიღება 2026 წლის 1 ივნისამდე მოხდება, რაც ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია და ქალაქს კიდევ ერთი საინტერესო სპორტული ობიექტი შეემატება. არაერთხელ ვისაუბრე მათ შორის წინა მთავრობის სხდომაზე, რომ თბილისის მუნიციპალური ინსპექცია 24 საათიან რეჟიმში მუშაობს უნებართვო მშენებლობების გამოვლენისა და მათზე რეაგირების კუთხით, რასაც მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს. რა თქმა უნდა, ეს იყო ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევა, დღესაც რა თქმა უნდა პრობლემა არის. მიმდინარე წელს ინსპექციის მიერ უკვე შეჩერებულია 118 უკანონო მშენებლობა, მათ შორის სახელმწიფოსა და თვითმმართველის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე. ასეთ შემთხვევაში სამართალდამღები ყოველ ჯერზე ჯარიმდება 50,000 ლარით, მეორე ჯერზე კი კანონმდებლობის დაუმორჩილებლობა ითვალისწინებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას. ასევე ინსპექცია უფლებამოსილია განახორციელოს უკანონოდ აშენებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟი. ჩვენი ინიციატივით ქალაქში მიმდინარე უკანონო მშენებლობების მიმართულებით კანონმდებლობა 2019 წლიდან გამკაცრდა და გაიზარდა ფინანსური სანქციები, ასევე ობიექტის მშენებლობის შეჩერების დაუმორჩილებლობისა და სამუშაოების გაგრძელებაზე შემოვიღეთ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, მოუწოდებთ ყველას დაემორჩილონ კანონს და სანამ მშენებლობას დაგეგმავენ მიმართონ მერიის შესაბამის სამსახურებს ნებართვის მისაღებად. ჩვენ არავის არ ვზღუდავთ მშენებლობაში, რა თქმა უნდა, ქალაქ გეგმარებითად ურბანულად ეს უნდა იყოს სწორი, გამართული პროცესი, მიიღეთ ნებართვა იქ, სადაც მშენებლობა მიუღებელია, რა თქმა უნდა, ჩვენ ნებართვებს არ გავსცემთ და არავის არ მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ უნებართვო და უკანონო მშენებლობები აწარმოონ. რა თქმა უნდა, ამას ყოველთვის მოყვება შესაბამისი რეაგირება და დასრულდა ის დრო, ვისაც სადაც უნდოდა და რასაც უნდოდა იმას აშენებდა. ჩვენ რა თქმა უნდა დავამთავრეთ ის დრო, როდესაც ხდებოდა მიტაცება რეკრეაციული სივრცეების, გასხვისება რეკრეაციული სივრცეების, სპორტული მოედნების და მათ ნაცვლად სამშენებლო სამუშაოების წარმოება. რეკრეაციული სივრცეები უნდა დარჩეს ქალაქს, უნდა დარჩეს მომავალ თაობებს, ჩვენს შვილებს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სამშენებლო თვალსაზრისით ჩვენ არ ვზღუდავთ არავის. ქალაქის განვითარება ხდება, ქალაქ გეგმარებით, ურბანულად, სწორად უნდა მოხდეს კონკრეტული არეალების განვითარება და არა ქაოტურად, რაც ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ასეთი უკანონობა მაქსიმალურად შეიზღუდოს და ყველაფერი გაკეთდეს იმისთვის, რომ უკანონო მშენებლობები არ კონდეს დედაქალაქში. ეს იყო მეგობრებო, რის თქმაც მინდოდა, ახლა შეგვიძლია გადავიდეთ უკვე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვაზე და გადაწყვეტილებების მიღებას.